ინციდენტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ რუსთავი 2-ის ოპერატორს ცემეს ლევან კალანდიას 3 ნასვამი პირი დაესხა თავს, მათ ოპერატორს გადაღება მოსთხოვეს, შემდეგ კი მას ამყოფ ჟურნალისტს შეელაპარაკენ. ლევან კალანდია მუცნობ პირებს თავშეკავებისკენ მიუთითა, ამას მოყვა სიტყვები და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტი პარლამენტის წინ დაიწყო და ავტომანქანასთან გაგრძელდა. რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი უკვე ტერიტორიის დატოვებას აპირებდა, ჩვენს ოპერატორს თავდამსხმელები აქ სხვა მხარდამჭერებთან ერთად გაუსწორდნენ. პარლამენტის წინ ვიღებდი კადრებს, წამოვიდა ვიღა 3 ნასვამი პიროვნება, მოვიდნენ ჩვენთან ახლოს და მოგვაყენეს შეურაცხყოფა რა, სიტყვიერი შეურაცხყოფა. წამოვედით, ავარიდეთ თავი, ხალხმა გამოგვიყვანა, წავედით მანქანისკენ, მანქანაში რო ვждებოდი ისევ გამომეკიდა ხალხი. ეს 3 პიროვნება მანქანაში რო ვждებოდი და ისევ დამიწყეს გინება. მერე ჩამოვედი ჩვეულებრივად და ვიღაცა მომეპარა უკნიდან და ხელი დამარტყა რა. დაიწყეს რაღაცა უშნოდ ხუმრობები და ხელი გადამხვიეს და რაღაცები დაიწყეს და ჩემო ოპერატორმა გადიოდა მეცუთხა რომ მუშაობთ მეთქი და გეხოწავით ხელი არ შეგუშალოთ თქვა და მე რო უკვე ჩემო ოპერატორმა უთხრა რომ ჩემ ჟურნალისტო თავი დაანება ამასობაში შეაგინეს იმას და ნუ ძალიან ბევრჯერ განახლდა სიტუაცია, ანუ დააწყნა რა ხალხმა ეს ჭუბი გაიყვანეს მანქანაში ვხდებოდით როცა ბიჭი მოვიდა და დაარტყა ლევას ტუჩებში და ცხრზე აქვს დარწმული და ცემეს. ოპერატორს დაუწყეს 3 პიროვნებამ, თვალმა პიროვნებამ ლაპარაკი რომ გადაიღოთ ეს პიროვნები, რა თქმა უნდა ოპერატორმა გადაიღო ეს კადრები და მე უკვე რომ წამოვიდა ოპერატორი შეიმიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაუწყეს ლაპარაკი რომ შენ ხარ მიგრელი და როდესაც უკვე ოპერატორი წამოვიდა ქაშვედის ეკლესიის ტერიტორიაზე რომ მანქანაში ჩამჯდომოდა, მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ გადმოვიდა ოპერატორი ლევან კალანდია, რომელსაც მიაყენეს უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა. მე თავისი გააკეთე, წავედი და გაიქცეს უყველა. ასე არ შეიძლება. რაღაცას უცებ, გაარტყამე, რაღაცას იტყვიან და მე გარბიან. ასე არ შეიძლება. მუშაობის საშუალება არ მისცა აქციის მონაწილეების ნაწილმა წუხელ საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტებსაც. ინციდენტი პარლამენტის შენობასთან მაშინ მოხდა, როცა ლიკა ხურთიძე გადამღებ ჯგუფთან ერთად პირდაპირ ჩართვისთვის ემზადებოდა. ოპოზიციის აქტივისტებმა ჟურნალის სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.